არავინ არ ლაპარაკობს ერთ უმნიშვნელოვანეს რამეზე. როდესაც სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, ამ დროს მთელი ერთი წელი სანამ ის მოვიდოდა ხელისუფლებაში, წელიწად ნახევარი. შევარდნაძეს მიყავდა სერიოზული მოლაპარაკებები ამერიკელებთან და რუსეთთან. მაშინაც იყო პერიოდი, როცა რუსეთი ძალიან სუსტი იყო და ამერიკა ძალიან ძლიერი და ეს იყო პირველი ვითარება, როდესაც ამერიკა და რუსეთი შეთანხმდნენ და რუსეთი დათანხმდა პირველად, რომ ბათუმში, სადაც რუსული ბაზა იყო, იქვე ასევე განლაგდება ამერიკული ბაზა. ითქვა, რომ ეს იქნება ანტიტერორისტული ცენტრები და ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა, როცა ამერიკული შეიარაღებული ძალები ლეგალურად ყველას თანხმობით შემოვიდოდა საქართველოში და ერთმანეთს დააბალანსებდა. ეს რომ მომხდარიყო საქართველოში აღარასოდეს არ მოხდებოდა არც 2008 წელი, არც სოხუმს არავინ აღარ აღიარებდა, არც ცხინვალს. რატო? იმიტომ რომ ამერიკული სამხედროები და რუსული სამხედროები ერთმანეთს დააბალანსებდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში პირდაპირ ჩვენ ტერიტორიაზე დაიწყებოდა საომარი მოქმედებები. და უცებ რა ხდება? ხდება რევოლუცია, მოდის მიხეილ სააკაშვილი და პირველი რასაც იწყებს სააკაშვილი, ბოკერია და ეს ხალხი, რომ იმას კი არა რომ შემოვიდეს აქ ამერიკული, არ გვინდაო არც ამერიკული ჯარიო, არც რუსული, გავიდნენ რუსეთის ჯარებიო და საოცრება რუსეთის ჯარი უცებ თანხდება გასვლაზე. აი ხდება საოცრება და იძახის რომ ჩვენო გავალთო და ამერიკელებიც აღარ იქნებიანო და აი ეს გააკეთა სააკაშვილმა. ეს ეხა ყველას დაავიწყდა და ამაზე რატომღაც არავინ არ ლაპარაკობს. სწორედ ამ დიდი ღალატის მერე მიხეილ სააკაშვილი ყველას დაუწყო რუსეთის აგენტების ძახილი. აქვს თუ არა უფლება საქართველოს პრეზიდენტს დაიწყოს რაიმე სამხედრო ოპერაცია იმისთვის, რომ აღადგინოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა? აქვს. როგორ არ აქვს? მიხეილ სააკაშვილსაც აქვს. მაგრამ აი აქ არის დიდი მაგრამ. შედეგი უნდა დაიდოს. ერთი სოფელიც რო დაიბრუნო, ერთიც შენ გეტყვიან მადლობას. სამი სოფელი რო დაიბრუნო, შეიძლება დიდი მადლობა გითხრან. 30 რო დაიბრუნო, შეიძლება გამოგაცხადონ გმირად და თუ მთლიანად აღადგენ ტერიტორიულ მთლიანობას, ალბათ რა ვიცი, წმინდანად შეგრაცხავ. მაგრამ თუ შენ შედეგს უფრო უარეს დადებ, ვიდრე იყო, გააჩნია ერთ სოფელს დაკარგავ, გაგლანძღავენ, 10 სოფელს დაკარგავ. გეტყვიან რომ ძალიან დამნაშავე ხარ, დაკარგავ 200 სოფელს. გაყიდი ტერიტორიებს, მოღალატე ხარ. აი ამაშია საქმე, რომ პასუხისგებლობა და ვალდებულება ან ნუ დაიწყებ რაღაცას, ან თუ 200 სოფელს დაკარგავ და ამის მერე კიდე აღიარებენ იმათ დამოუკიდებელ ქვეყნებად და ამას ემატება ის, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს განზრახ გააკეთა მან, განზრახ ეს ყველაფერი და მერე თვითონ იბნეოდა თავის სიტყვებში. თავიდან იძახდა, რომ ჩვენ დავიწყეთ ეს ოპერაცია, მერე იძახდა ჩვენ არ დავიწყეთ ოპერაცია. მინდა გითხრათ, ამ კითხვაზე განვახორციელეთ თუ არა ჩვენ სამხედრო მოქმედებები აგვისტოს დასაწყისში იმისათვის, რომ აგვეყვანა კონტროლ ქვეშ ცხინვალი და ის ადგილები სამხედროსათვის, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით. მე ადრეც ღიად ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ. რომ დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. სრულად ვაკონტროლებთ ცხინვალს და გვაქვს ამის ვიდეოები. დღეისათვის საღამოს 10 საათის მონაცემებით საქართველოს სამთავრობო შენაერთები აკონტროლებენ ყველა დასახლებულ პუნქტს და ყველა სოფელს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დაბა ჯავის გარდა. და მე იძახდა იქ არმია იყო და 500 თუ რაღაც ტანკი გადმოვიდაო, თუ ამდენი ტანკები იყო და ეს ვიცოდით, მაშინ რატო დაიწყე ეს ოპერაცია? აქ აი ამაშია საქმე, რომ მთლიანად ეს ყველაფერი იყო დიდი ტყუილი და ღალატი და გაყიდვა. ბოლოს ჩამოვიდა სარკოზი, რომელიც შეუთანხმდა რუსებს იმაზე, რომ არ მოხდება აღიარება სოხუმის და ცხინველის, დაწერა 7 პუნქტიანი დოკუმენტი და მე-7 პუნქტში ეწერა, რომ ეს არ მოხდება, რუსები დათანხმდნენ. თვითონ სააკაშვილმა წააშლევინა ეს პუნქტი, აღიარება მოხდა სოხუმის და ცხინვალის, ეს კიდევ უფრო დიდი დანაშაულია. 1000-ობით სამხედრო გაიწირა და მოკლული იქნა, ეს ძალიან დიდი დანაშაულია, ძალიან დიდი. ეს არ მოხდა შემთხვევით, ეს იყო განზრახ, იმიტომ რომ 2004, 2005, 2006 წლებში სააკაშვილის ხელისუფლება ჯიუტად ამტკიცებდა, რომ კოდორი არის ზემო აფხაზეთი და მიიღო ბოლოს ეგეთი გადაწყვეტილება, დააკანონა ეს, რომ კოდორი ზემო აფხაზეთია. ჯიუტად გვიმტკიცებდა, რომ ახალგორი არის სამხრეთ ოსეთი. მიიღო ბრძანება და საზღვრები დაადგინა სამხრეთ ოსეთისა, სადაც შეიყვანა ის მიწები და ის ტერიტორიები და სოფლები, რომელზეც ოსებს საერთოდ პრეტენზია არ ქონდა. ჩააბარა ეს მიწები, დაღუპა ამდენი ხალხი და გამოსცა ბრძანებები,
რომელი ბრძანებებითაც დაავალა გამგეობებს, ჯანდაცვის სტრუქტურებს, პოლიციის სტრუქტურებს, სპეცსამსახურებს, სამხედროებს დაეტოვებინათ კოდორი, ახალგორი და უამრავი ტერიტორია და სოფლები, სადაც საერთოდ არც ომი ერთი ტყუიაც არ გავარდნილა. ამის მერე თავად სააკაშვილის ბრძანებით სამხედრო ტექნიკას კაუჭებიც კი მოხსნეს, რომ მისი ტრანსპორტირება ჩვენ არ გაგვეხორციელებინა, არა აფეთქეს ეს ტექნიკა და დაუტოვეს ტერს. ამის მერე ჩავიდნენ სტრასბურგში და თვითონ მოაწერეს ხელი დოკუმენტს, სადაც წერია, რომ 7 აგვისტოს ჩვენ დავიწყეთ, საქართველოს დაუწყია დაბომბვა ამ ტერიტორიების. ეს არის ყველაფერი ღალატი და მაგ დროს იგივე რესპუბლიკური პარტია და სხვაებიც პირდაპირ დანაშაულებდნენ სააკაშვილს, რომ წარუმატებელი ოპერაცია, რომ დანაშაული იყო ამის გაკეთება. აგვისტოს მოვლენებში საქართველოს ხელისუფლებამ წამოიწყო სამხედრო ოპერაცია, რომელიც დამთავრდა ჩვენი სამხედრო და პოლიტიკური კრახით. როდესაც ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკის შემქმნელი და ამ პოლიტიკის განხორციელებაზე ზედამხედველი უწყება, პრაქტიკულად გარდაუვალია, რომ ყველა პრეზიდენტი და მინისტრი და სხვა ჩინოვნიკი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არ არის ბოლომდე გააზრებული. შემდეგ შეცვალეს ტექსტი და სხვანაირი საუბარი დაიწყეს.